მარტივად მინას და ეხლა დავათვალიეროთ მისი ნამუშევრები. ეს ნამუშევრები არის ძალიან სხვადასხვა პერიოდების, ძალიან განსხვავებული, მრავალფეროვანი და უკვირთ რომ ერთი მხატვრის არის რა, ანუ ვინც ცოტა ისე მიცნობს და ახლოს არ მიცნობს არ ჯერათ რომ ჩემი ნამუშევრებია აბსოლუტურად ყველა. მხოლოდ ერთი მიმართულების და ერთი სტილის მხატვარი მე არ ვარ. მე ვარ რაღაცა უფრო ძიების პროცესში ჩაფლული მხატვარი, რომელიც სულ რაღაცას იკვლევს, სულ რაღაცის ექსპერიმენტებშია. მინდა ხოლმე რომ ის რაღაცა განსხვავებული და რაღაცა ახალი ნამუშევრები შევთავაზო საზოგადოებას. ამ ნამუშევარს ქვია ბუღ. ადამიანი არის ჩაფლული ვანაში და აი ძალიან ბევრ თავიდან მგონია რომ იხჩობა რა. ამ დროს არ იხჩობა, ეს ადამიანი ისვენებს ყოველდღიური დამღლელი ხმაურისგან ისვენებს და ჩაყუმყულავებულია, ასე ვთქვათ. საბოლოო ჯამში მაინც ვერ არის თავისი მყუდროვეში და ეს ვანა არის შუა ტრასაზე ამას რა. ანუ შეიძლება საერთოდ ნაკლებად ჩანს, მაგრამ იდეაში ეგ არის, რომ სინამდვილეში მაინც ცენტრში ექცევა თავისი სიმყუდროვით. აი ეს რასაც ხედავთ ხო, აი ეს ანაფხე კი არის საღებავები, რომელსაც მე ჩვენ მასწავლებთ ხო პალიტრას მასწავლებთ ხოლმე და ყრით ასე ვთქვათ, მაგრამ მე ეს ლაქი დავასხი ამას ვანას და მე ზე დავაყარე რა, მინდოდა რომ ცოტა ისეთი ეფექტი ყოფილიყო, აი რაღაცა რელიეფური. მაგალითად ხა ეს ნამუშევარი სტუდენტობის პერიოდშია და მაგ პერიოდში რაღაცა მუქ ტონებს და მუქ ფერებს ვიღებდი და ძალიან კონტრასტული რაღაცები მომწონდა რა, ჭახე ფერები. თან გრაფიკა მაქვს დამთავრებული და ალბათ ეს გრაფიკული ხელწერაც მომყვებოდა. მე ზოგადად კი ვამბობ რომ მრავალფეროვანი ნამუშევრები მაქვს, მაგრამ მე უფრო მეტად უცბელად რო გითხრათ, მომწონს ფიგურებზე მუშაობა. ადამიანი არის ჩემთვის ფავორიტი თემა. ამოუწურავია ეს თემა ჩემი აზრით. ამ ნამუშევარს ქვია დედამიწიდან გაქცევა. კაცის და ქალის ფიგურა სიყვარულის თემა, რომლებისთვისაც ეს გზნობა იმდენად ამაღლებულია და იმდენად განსაკუთრებულია, რომ აქ არ ეტევა მათი ეს მდგომარეობა, გზნობა და რაღაცა გადიან რა. სადღაც მიდიან, დედამიწიდან გარბიან. ვაუ. აი ესაც იგივე თემა. ზოგადად ხატრებს რა არის ნამუშევარი, რაზეც გზნობ, რომ რაღაცა ღირებულია. ეს მხოლოდ ის არ არის, რომ მაინც ამდენად აფასება ან იმდანაც არა. აი შინაგანად გზნობს. ეს არ არის დამოკიდებული მაინც რომ აი ძალიან ბევრი დრო დახარჯე ამაზე. არა, შეიძლება ნახევარ საათში დახატო და იმ ნახევარ საათში რაღაცა ისეთი ჩადო მხატვარმა და ისეთი რაღაცა გამოგივიდეს, რომ განსაკუთრებული იყოს ჩემთვის და ჩემთვის რომ განსაკუთრებულია, ეგ ზნობა მე მგონი არასდროს არ გყოის რა. ესე იგი ბოლო გამოფენა იყო ჩემი რაღაცა 2 წლის განმავლობაში ყოველდღიური ასე ვთქვათ სიტუაციები რა. სად მიწევდა დროის გატარება. ეს ერთ-ერთი არის აკადემია. აკადემიის სიტუაცია, აკადემიის გარემო. ეს ჩემი სტუდენტია, ხატავს ნატურას. და ხოლმე აკადემია არა, აი ყოველდღიურობა ჩემი. სად დავდიოდი, რას ვაკეთებდი. გამოფენა მქონდა და ეს წვილი ჩემ გამოფენაზე იყვნენ და მე ავდექი და დავხატე. ამ სერიდან კიდე არის ეს. იმ 1 წლის განმავლობაში მქონდა კიდე პერსონალური გამოფენა და ეს ჩემი სტუდენტები არიან ჩემს გამოფენაზე. და ფოტო ნახე, მოძებნე და იმ ფოტოდან დავხატე ასე. ესეც თბილისი, ესეც რაოდენიმე ნამუშევარი. მიყვარს ადამიანების ხატვა ფიგურების და ეს არის მუსიკის ხმა, რაღაცა ესე ქვია. გრაფიკული მონასმები ზოგადად რჩებოდა მხოლოდ ფურცელზე და ეს ნატურების თემა რჩებოდა მხოლოდ ფორმატზე და იკარგებოდა და საკმაოდ ძალიან კარგი ისეთი ნამუშევრები რა. და ძალიან მინდოდა რომ ადამიანები გადმომიტანა ტილოზე და მიქცია ნახატად როგორც კომპოზიცია.
ეს სულ 3 ტონში ავარჩი, ასე თქვა, თეთრი, შავი და სერი. მოსწონთ ეს მიმართვა, ძალიან ისეთია მინიმალისტური ერთი შეხედვით და ექსპრესია არის და თან არ არის დამღლელი რა. ვაუ. ეს არის ფორმა და ხაზი. ანუ მინდოდა რომ ეს ორი ერთმანეთთან თან ერთად ყოფილიყო, თან ერთმანეთს საპირისპიროდ.